Საქალაქოში რეჟიმის ტყვეების სასამართლო იწყება. ადვოკატები მათთვის შეფარდებული პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ. სინდისის პატიმრებიდან სამს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხვია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. რეჟიმი მათ 4-დან 6 წლამდე ვადით უპირებს ციხეში გაშვებას. ბრალდებულთა ადვოკატები დღეს შესავალ სიტყვას იტყვიან, თუმცა ბახუტაშვილი მუშაობს საქალაქოში, ის გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სინდისის პატიმრების კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ვასილ კაძელაშვილის, ვეფხვია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 5 პირის აღკვეთ ღონისძიებას გადასინჯავს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. ამასთანავე საქმე არის უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე და დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ადვოკატები წარადგენენ თავიანთ შესავალ სიტყვებს. ასეთი არის ის პროცედურა, რომელთაც საქმე დადის ოფიციალურად არსებითი განხილვის ეტაპზე. დღევანდელ სასამართლოს ხდომას ესწრებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასევე დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე წარმოდგენილი იქნებიან სინდისის პატიმრების გულშემატკივრები, ის ადამიანები, რომლებიც ესწრებიან სასამართლო პროცესებს ყოველდღიურად, მაშინ როდესაც პროცესები იმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნელ-ნელა მოდიან თბილისის საქალაქო სასამართლოში, მათი მხარდამჭერები იკრიბებიან და ელოდებიან ხდომის გახსნას, რომელზეც, როგორც გითხარით, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა იმსჯელოს. საინტერესო იქნება განიხილავს თუ არა ადვოკატების შუამდგომობას აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვასთან დაკავშირებით. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ადვოკატები ითხოვდნენ პატიმრობის შეცვლას, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არც ერთჯერ არ დააკმაყოფილა, რაც შეეხება ოჯახის წევრების მოლოდინებს. ისინი ამბობენ, რომ დღეს კიდევ ერთ მორიგ მასკარადს ნახავენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოლოდინი, რომ სასამართლო რაიმე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს საქმეზე, რომელშიც არანაირი მტკიცებულება პროკურატურას ამ დრომდე არ წარმოუდგენია, არ აქვთ. შვილებს უყურებთ, თქვათ, პატიმრებს უყურებთ, იქიდან იმათი ღიმილი ქსიამოვნებს, რაც უფრო დიდხანს ვზივართ იმ სასამართლო დარბაზში, ის უფრო ქსიამოვნებს და აი მოვდივართ, მოვრბივართ მოკლედ, რომ აი ნახავთ თორნიკეს. ნახოთ მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა უკეთესობისკენ იქნება, არა, მაგრამ როდემდე არ იქნება, ეს არის ყველაზე საინტერესო. უბრალოდ არ წვენიათ რა, აი არ წვენიათ, აი ესეთი უვარგისი ხელისუფლებაც, ესეთი უვარგისი პროკურატურაც, ესეთი უვარგისი პოლიცია. მორიგ სპექტაკლზე ვარ აბსურდის თეატრის მოსული და რო გითხრათ, რომ ახლა მოლოდინი გუშინდელი პროცესიდან გამომდინარე, ახლა დღეს მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს არაფრის და ნუ რთული დღე გვაქვს დღეს, რადგან სავარაუდოდ ახლა ცრუმოწმეების საქმეში ყავს ძალიან ბევრი ცრუმოწმე პოლიციელი. მასალაში სამი თვე და სამი კვირა არანაირი არ არსებობდა ეს ჩვენება და გამოჩნდნენ მერე. თუ რეალურად რაღაცა მოხდა, რატო 3 თვის და 3 კვირის შემდეგ გამოჩნდნენ, აქამდე სად იყვნენ. ივანიშვილის რეჟიმის ტყვეებს სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. აღნიშნული სასჯელი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ადვოკატების შეფასებით საქმეში პროკურატურამ ამ დრომდე ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაც დაადასტურებდა რომელიმე პირის ბრალებას. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ საქმეში 3 თვის განმავლობაში არიდო არც ერთი ჩვენება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მაინც მიუთითებდა 8 პირიანი ჯგუფის რომელიმე წევრის ბრალეულობაზე.